თვალები დახუჭეთ, გთხოვთ. ღმერთო ჩემო, სად ვარ? ეს რა ადგილია? ჩემი შვილები. გთხოვ, მაპატიე დედა. ნეტავ შენთვის არ დამეძალებინა, რომ ოპერაცია გაგეკეთებინა. არ ვიცოდი. მეგონა ოპერაცია შენი ხსნა იქნებოდა. ჩემი ხელით გაგიშვი სიკვდილის გზაზე. არ ვიცოდი. ისევ წახვედი არა? ზედმეტად დაგვანახე ის დედობა, რომელიც 20 წელი მოგვაკელი. ის ტკივილი, რომელიც ჩვენ განვიცადეთ, უმნიშვნელო მოგეჩვენა? ასეთი რთული იყო ჩვენთვის დედობის გაწევა. ესმა. ჩემო ძვირფასო. მეგონა არ დანებდებოდი. ოცნებებს თუ დაგინგრევენ, გამაგრდი და ფეხზე წამოდექიო მეუბნებოდი. შენ თვითონ რატომ არ იბრძოლე? რატომ დანებდი? რატომ წაგვართვი ის დრო, რომელიც შენთან უნდა გაგვეტარებინა? ჩეთი. მე არ დავნებებულ ვარ, შვილო. მე რა უნდა გითხრა, როცა ჩემი დაძმები მარტო დატოვე. რატომ ვერ მითხარი, რომ დედა ჩემი იყავი? ჩემსა და მათ შორის რა განსხვავებაა? მე რატომ არ გიყვარდი? რა დაგიშავე? Beni niye ayırdın onlardan, he? მითხარი, რა დაგიშავე, დედა? Sevmedin sen. როგორ არ მიყვარდი, შვილო? ერთმანეთისგან არასდროს განმისხვავები ხართ. თქვენ გამო სიცოცხლეს დაუფიქრებლად გავწირავდი. არ მიგვატოვო, დედა? დედა, ადექი გთხოვ. დედა, გთხოვ. გაიღვიძე. არა. რას აკეთებთ? შეჩერდით. გალბატონო ჩინარ. ღმერთო, გთხოვ, დაეხმარე დედა ჩემს. რა თქმა უნდა, დაეხმარება, შვილო. იმედი მაქვს, რომ ჩინარი ამ კარიდან ჯანმრთელი გამოვა. იმედია, დეიდა ჰადია. იმედია. მოიცადეთ და ნახავთ. მალე ჩინარის დაკრძალვას დაესწრებით. გალბატონო, გთხოვთ, შეჩერდით. გამიშვით. გთხოვთ. გალბატონო. ჩინარ? დედა.
დედა რა მოხდა? აქ რას აკეთებ? ვერ შევძელი შვილო. ვერ შევძელი ჩემო ძვირფასო. დედა რა ვერ შეძელი? ოპერაცია უნდა გაგეკეთებინა. გამოჯანმრთელებას აპირებდი. თხო, არ გამიბრაზდე სეჰერ. ვერ შევძელი შვილო. შენ ვერ გამიგებ. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი მაინც მოუკვდები, ოპერაციას ვერ გავიკეთებ. დედა, ჩვენ ხომ ვილაპარაკეთ? ვილაპარაკეთ სეჰერ, მაგრამ ვერ შევძელი. თვალები რომ დავხუჭე დავინახე. როგორ ბრაზობდი ჩემზე. ამბობდი რომ ეგოისტი ვარ. რომ პირობა ვერ შევასრულე. ხო, ნუ მთხოვ რამდენიმე დღის სიცოცხლეზე უარი ვთქვა. მხოლოდ ის მინდა რომ დარჩენილი დრო შენთან და შენს და-ძმასთან ერთად გავატარო. თხოვ გამიგე. შენს დედა ხარ. ნება მომეცი სიცოცხლის ბოლო წუთები შვილების გვერდით გავატარო. ნაცვლად იმისა, რომ საოპერაციო მაგიდაზე მოუკვდე. დედა, გთხოვ ნუტირი და ისე იყოს როგორც შენ გინდა. ოღონდ ცრემლებს ნუ ღარ დაღვრე. აღარ იტირო, კარგი? ჩემო ძვირფასო დედიკო. ინებეთ. აი ხელი აქ მოაწერეთ. დემეთ გთხოვ მაბატია. გამიჯერე, შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ. ნეტა ვარ გამებრაზებინე და მერჩივნა თავი გამტეხოდა. შენი საყვარელი ხისთავიანი კუდრეთი. იდიოტი. ურცხვად ითხოვს მაბატია. კარგია, მაგრამ მეტად უნდა ეცადო. რა ხდება? დეიდაიშე. დეიდაიშე, რა დაგემართა? არაფერი. შენ წადი, სიბელი მოინახულე. რაც გინდა ის გააკეთე. წადი. თავიდან რატომ მიშორებ? დემეთ. ის გააკეთე, რაც გითხარი. ბატონო ჰალილ, თქვენც შემოდით. არა, არ მინდა შეგაწუხოთ. რას ბრძანებთ, ჩემო კარგო? შემოდით, ცოტა დაისვენეთ. კეთილი იყოს ბიცოლა. რა მოხდა რძალო? დასრულდა? მიპასუხე რძალო. გკითხე დასრულდა მეთქი? არ დასრულებულა დედა. არ დასრულებულა. ის გველი ბოლო წუთს საოპერაციო მაგიდიდან ადგა. სწორედ მაშინ, როცა მეგონა რომ თავიდან მოვიშორეთ, მოულოდნელად საოპერაციოდან გამოვიდა.
წარმოიდგინეთ, დედა, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა საყვარელი ადამიანი დაკარგა და შვილებს დაშორდა. დედა, რომელმაც გაუგონარი ცილის წამების გამო 20 წელი ციხეში გაატარა. როცა გაათავისუფლეს, შვილები იპოვა. მაგრამ როგორც კი თავი მათ გვერდით დაიგულა, თავარი უბედურება სწორედ მაშინ დაიწყო. თავს ნოიტანჯავ, მეგობარო. ნება მომეცით ვილაპარაკო. ჩუმად ყოფნით დავიღალე. 20 წელია ჩუმად ვარ. ახლა ვილაპარაკებ. დედას უთხრეს, რომ ამ დაავადების ერთადერთი წამალი ოპერაცია იყო. ან გადარჩები, ან მოკვდები. ახლა თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინეთ. მიატოვებდით შვილებს, რომლებმაც არც კი იციან, რომ მათი დედა ხარ. არ მოისურვებდით, რომ დარჩენილი რამდენიმე თვე თუ დღე მათთან ერთად გაგეტარებინათ. შესაძლოა ის საოპერაციო ოთახი ბოლო ადგილი ყოფილიყო, სადაც გნახე სეჰერ. ასე ვერ მოვიქცეოდი, შვილო. შეიძლებოდა მომკვდარიყავი, როცა შენი გაღიმებული სახის დანახვას ვნატრობდი. მაპატიე, შვილო. ნუ გაბრაზდები. ოპერაციაზე დათანხმება გამბედაობა კი არა, ღალატი იქნებოდა. იმ ტკივილის ღალატი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში გადავიტანე. ოპერაციაზე უარი რატომ თქვარძალო? მიპასუხე. იცოდი, არაფერი დამიმალო. დედა, როგორც გითხარი, საოპერაციოდან მოულოდნელად გამოვიდა. სანამ რამეს გავიგებდით, სეჰერთან მივიდა, ჩაეხუტა და ტირილი დაიწყო. დარჩენილ სიცოცხლეს შვილებთან ერთად გავატარებო, ასე თქვა. ამიტომ ოპერაციაზე უარი თქვა. გველი! რა თქმა უნდა. იცოდა, რომ ღვთის წინაშე წარდგებოდა და ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს აგებდა. ამიტომაც გადაიფიქრა. რა მოხდა? დედა! ნუ ტირი, შვილო. ნუ ტირი, სეჰერ. ასე კარგად ვარ. დამიჯერე. მიხარია, რომ უარი ვთქვი. მინდა, რომ ყოველთვის ბედნიერს გხედავდე, დედა. რა კი ჩემს და-ძმასთან გინდა ყოფნა? ნება მომეცი მათ ყველაფერი ვუთხრა. და ემათაც იცოდნენ, რომ დედა ჩვენი ცოცხალია. არავითარ შემთხვევაში, შვილო. ეს არ უნდა გაიგო. კი, მაგრამ დედა, არ შეიძლება, შვილო. ეს მას და ჩეთენს მკვლელი ვგონი ვარ. არ დაიჯერებენ, რომ უდანაშაულო ვარ. შემიძულებენ. სჯობს არასდროს გაიგონ სიმართლე. მირჩევნია ისე მოუკვდე, როგორც დეი და აიშე. რომელიც უყვართ და პატივს სცემენ.
თუ სიმართლეს გაიგებენ, დარწმუნებული ვარ შემიძულებენ. ჩემი წუთები დათვლილია. ამიტომ ახლა სიძულვილისთვის, ბრაზისთვის და ჩხუბისთვის დასაკარგი დრო არ მაქვს. თქვენი ნებართვით წავალ. ნედიმი მარტო დავტოვე. ღმერთმა კარგად გამყოფოთ. გაგაცილებთ. საჭირო არ არის. არ შეიძლება შვილო. ეს მას და ჩეთინს მკვლელი ვგონი ვარ. არ დაიჯერებენ რომ უდანაშაულო ვარ. შემიძულებენ. სჯობს არასდროს გაიგონ სიმართლე. მირჩევნია ისე მოუკვდე როგორც დეიდა აიშე, რომელიც უყვართ და პატივს ცემენ. თუ სიმართლეს გაიგებენ, დარწმუნებული ვარ შემიძულებენ. ჩემი წუთები დათვლილია და ახლა სიძულვილისთვის, ბრაზისთვის და ჩხუბისთვის დასაკარგი დრო არ მაქვს. რა ჩაიდინე, ჰალელ. რა ჩაიდინე. როგორ არ გცხვენია. ამ ქვეყნად ცხოვრების სოფლება არ გაქვს. შენ გამო საბრალო ქალიც და მისი შვილებიც გაუბედურდნენ. გმადლობდაო. წავალ სახეს დავიბან. თითქოს სახეზე საოპერაციო ოთახის სუნი ამდის. ზეჰერ. შვილო, ახლა რა უნდა ვქნათ? ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის? ოპერაციაზე უარი თქვა. ღმერთო დაგვეხმარა. არ ვიცი, დეიდა ხადია. მაგრამ ვგრძნობ, რომ ჩეთინს და ესმანს სიმართლე უნდა ვუთხრა. არა, შვილო, ეს არ გააკეთო. დედა შენი მართალია. იმდენი დრო არ აქვს თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ჩეთინი და ესმა რომ გაუბრაზდნენ, დედა შენი ვერ გადაიტანს და დროზე ადრე მოკვდება. 20 წლის ტკივილისა და დარდისგანი სადაც განადგურებულია. გულს კიდევ უფრო ნუ დაუმძიმებ. ჩეთინი და ესმა ბოროტები არ არიან დეიდა ხადია. დედას დედას დაავადების შესახებ რომ არ იცოდნენ, მაინც გაუგებდნენ და შეურიგდებოდნენ. ეგ დანამდვილებით არავინ იცის შვილო. ბრაზი ბავშვს გავს. ჯერ შენში ზრდი. მერე სიძულვილით და ტკივილით კვება. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩეთინი და ესმა ფიქრობდნენ, რომ ჩინარმა მამა თქვენი მოკლა. ახლა რომ ადგედა რამე უთხრა, ბრას ვერ შეიკავებენ. დედა შენს გულს ადგენენ. დანაშაულის დამტკიცების დრო არ არის. ამით ჩინარს მხოლოდ სანერვიულოს დაუმატებ. დამიჯერე შვილო.
ამბობდი რომ ეს შენი შვილის გადასარჩენად გააკეთე. სხვა გზა არ ქონდა. Ah be hocam. ახლა რა სიტყვი ჰალელ? Şimdi ne diyeceksin? He? De hadi. მიდი ხმა მოიღე. მიდი. Kolay yolu seçtim de. მარტივი გამოსავალი არჩიე. Oraya en uzak. იმ სისხლიან ფულს დახარდი. Kendi evladım yaşasın. სხვა ბავშვებს გულები მოუკალი, რათა შენ შვილს ეცოცხლა. Yaktım da. Yuvamın სხვა სახლის კერა ჩააქრე, რათა შენ სახლში ცეცხლი არ ჩამქრალიყო. ocağını söndürdüm de. თქვი ჰალელ. თქვი, Ama yok მაგრამ არა, diyecek. სათქმელი არაფერი გაქვს. უდანაშაულო ქალის თოდოში ფეხი როგორ ჩავდგა? შენ ძმა მოკალი, საკუთარი სისხლი დახორცი. პოლიციაში წავალ და ყველაფერს ვიტყვი. მოვითხოვ უმკაცრესად დაისაჯო. მე შვილს როგორ გადაარჩენ? თუ წახვალ და თურგუც ციხეში გაუშვებ, შვილს როგორ გადაარჩენ? დედა! გთხოვ არ მიმატოვო, სეჰერ. ვერ შევძელი შვილო. ვერ შევძელი ჩემო ძვირფას. დედა რა ვერ შეძელი? ოპერაცია უნდა გაგეკეთებინა. გთხოვ არ გამიბრაზდე სეჰერ. ვერ შევძელი. შენ ვერ გამიგებ. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი მაინც მოვკვდები, ოპერაციას ვერ გავიკეთებ. ქალს თავისუფლება წაართვეს, გაჩუმდი. შვილებს დააშორეს, გაჩუმდი. შენ რა ადამიანი ხარ, ჰალელ? შვილებს უდანაშაულო დედა მკვლელი გონიათ. O masum. ეს როგორ დაუშვი? ასეთი რამ როგორ ჩაიდინე? უმერთო ჩემო, Evladımı tehlikeye atma. ეს რა საშინელება ჩაიდინე? Yol göster bana. Ne olur. Bir davadan მიხარია რომ საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა. Tebrik ederim seni. გილოცავთ, ხოლო დავის მოგება კი არა, Yapmaktan yana უდანაშაულო ადამიანის დაცვაც gახარებთ, ხომ ასია? kişi mutlu oluyor değil mi? რა თქმა უნდა. ღმერთმა მეც და ჩემ გარშემო მყოფი ადამიანებიც ბოროტ მოქმედებისგან დაიფაროს. ღმერთმა ქნას. Efendim? გისმენთ მემედ? Nasılsın Ömer? როგორ ხარ ომერ? Ya ვიფიქრე მოვიკითხავ და გავიგებ მისი საქმეები როგორ მიდის მეთქი. Koşturuyoruz. კარგად ვარ ძმაო, როგორც ყოველთვის ბევრი საქმე მაქვს. შენ როგორ ხარ? İyi çok şükür. ღვთისმშეწევნით ყველაფერი კარგადაა. Ediyoruz. მეგონა გახსნის დღეს მოხვიდოდი, მაგრამ არ გამოჩენილ ხარ. Gelmedin. Yoğunluktan bir türlü ძალიან დაკავებული ვარ და ვერ მოახერხე. მაპატიე ჩემო ძმაო. Bugün gel işte. დღეს შემოირბინე, ერთად ვისადილოთ. შენთან საუბარი მომენატრა. aslında olabilir. რატომაც არა. Biz de ჯერ ჩვენ არც გვიჭამია. კოლეგას შევუთანხმდები და დიდი ალბათობით მოვალთ. კარგი, იცოდე გელოდებით. Tamam. კარგი დროებით. Abla ya. დაო, აქამდე სად იყავი? იმდენი ხანია გელოდები, რომ თავი ამტკივდა. მაპატია ჩემო იფეკ. იმდენი საზრუნავი მქონდა, რომ სახლიდან დროულად ვერ გამოვედი. კიდევ ცოტა ხანს იქ რომ დარჩენილიყავი ბრაზისგან ალბათ, გული გამისკდებოდა. ხომ მშვიდობაა? რა მოხდა? არ მკითხო იფეკ.
არ მკითხო. საიდან დავიწყო არ ვიცი. თითქოს სანერვიულოდ ჩემი დედამთილის და თურგუთის ამბები არ მეყოფოდა, ახლა აიშეც დამემატა. მალე გული გამისკდება. მერტო ჩემო. შენთან ჩემი დარდის გაზიარება მინდოდა, მაგრამ როგორც ხვდები, უადგილოდ დაგპატიჟე. სანერვიულოს აღარ დაგიმატებ. რას ამბობ ჩემო ტკბილო? როგორ გასაჭირშიც არ უნდა ვიყო. შენს მოსასმენად ყოველთვის მზად ვარ. მომიყევი რა მოხდა. ჩემი ულამაზესი დაიკო ვინ გაანაწყენა. როგორც ყოველთვის ესმამ. სხვა ვინ იქნება? რა მოხდა? ამჯერად რა ჩაიდინა? ჩემო საყვარელო მეგობარო, არაფერს ეიდარდო. ღმერთი შენ გვერდითაა, ყველაფერი კარგად იქნება. უფალს ებარებოდე. ღმერთმა ქნას დაო. შეიძლება არასწორი გადაწყვეტილება მივიღე. არ ვიცი, მირჩევნია შვილებთან მეტი დრო გავატარო. შენც ღმერთს ებარებოდე დაო. სეჰერ, ყურადღება არ მოაკლო. შენი იმედი მაქვს. აბა თქვენ იცით. ოჩაღად ჩემო შვილო. შემოდი. მითხრეს რომ მიბარებდით. შემოდი დაჯექი. როცა შევხვდით წესიერად ვერ დაგელაპარაკე. მინდა ვიცოდე ჩემ შვილს ვის ვაბარებ. რა თქმა უნდა ბატონო, თქვენი მესმის. აბა, მომიყევი. ვინ ხარ? საიდან ხარ? დედმამა რა საქმიანობს? ობოლი ვარ ბატონო. ძალიან პატარა ვიყავი, როცა დედმამა დავკარგე. ვიზიარებ. ბიძამ გამზარდა. მის ამაქვს ვერასდროს გადავიხდი. დღემდე მის სახლში ვცხოვრობთ. ორი დამყავს. კარგი ბიძა ყოლია. ვაფასებ რომ გასაჭირში არ მიგატოვათ და ძმის შვილებს დახმარების ხელი გაუწოდა. დიახ, ჩვენზე დიდი ამაგი აქვს. ღმერთმა სიკეთე თვე დაუბრუნოს. კარგი ბიძა რა საქმიანობს? ახლა რა ვთქვა? უპასუხო რომ ბიძა ჩემი მასზე მდიდარია და უზარმაზარი კომპანიის მფლობელია. მე არ მეტყვის ამ ხელა ქონება თუ აქვს ჩემთან რატომ მუშაობა. შვილო, კითხვაზე პასუხს ველოდები. დიახ. პატარა დაწესებულებაში მუშაობს. მასწავლებელია. გასაგებია. არ გინდა რომ ბიძას ტვირთად დააწვე და გადაწყვიტე რომ თავი შენით ირჩინო. ოჩახ ძალიან მომწალ ხარ, კარგი ბიჭი ხარ. იცი რა ვქნათ? ერთ საღამოს ერთად ვივახშმოთ. ბიძასაც გავიცნობ. ღმერთმა ქნას. თუ შეიძლება წავალ. არ მინდა რომ დამაგვიანდეს. კარგი, შეგიძლია წახვიდე. ნისა არა ლოდინო. თავს როგორ გრძნობ? უკეთ ხარ? რადგან შენთან ერთად ვარ, თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. მოდი ცოტა ხნით ჩამოვსხდეთ და ვისვენოთ. როცა ციხეში ვიყავი, სულ ამაზე ვოცნებობდი. წარმოვიდგენდი, რომ პარკში მიმყავდით. ერთად ვთამაშობდით, ვსეირნობდით. თითქოს წაქცეულებს გამშვიდებდით. ცრემლებს გწმენდით და პაწაწინა ხელებს გიკოცნიდით. როცა ავად ხდებოდით, ღამეს გითენებდით. რაღაცით შეშინებულები მეხუტებოდით და გამშვიდებდით. ფიქრობდი, რომ მალე გამომიშვებდნენ და
ვიდრე გაიზრდებოდით, მოგისწრებდით, მაგრამ ჩემი ნატრის დაოცნების მიუხედავად თქვენმა ბავშვობამ უჩამოდ ჩაიარა. მართალია უშენოდ გავიზარდეთ, მაგრამ ახლა ჩვენ გვერდით ხარ. შეგვიძლია ის მტკივნეული ბავშვობა დავივიწყოთ. აწმყოთი დავტკბეთ და ერთმანეთს აღარასდროს დავშორდეთ. რაზეც ოცნებობდი, რეალობად იქცევა. შვილებთან ერთად ბედნიერად იცხოვრებ. ოპერაციისთვის გადაწყვეტილება უკვე მივიღე, შვილო. ოპერაციის გაკეთებას არ ვაპირებ. ამ თემაზე საუბარი აღარ გვინდა. ხო, წამოდი, წავიდეთ. წავიდეთ. გახმოვანებულია მთავარ არხზე.